უნდა ვაჩვენოთ ადამიანებს, რომლებიც დებილურ აქციებზე რომ არ დადიან, ამ დებილური აქციების ორგანიზატორები იძახიან რომ ცხელაო, აი, როცა საქმე კარგ საინტერესო თემას ეხება, ხალხი გროვდება და ეს არის ძალიან კარგი. ცირად შესწორებას გავაგზავნე თბილისის ყოველსკაი ქალაქია. არა, მე გულისხმობ თავშეკრებებისთვის. არა, ხო. კი ბატონო. დღეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის, იმიტომ რომ ჯასტინ ტიმბერლეიკის კალიბრის ვარსკვლავი საქართველოში დიდი კულტურული მოვლენა არის და ეს პირველ რიგში არის საქართველოს ხელისუფლების დამსახურება, რომ მათ გამოყვესის ბიუჯეტი, რომ სტარინ ჯორჯიამ ჩამოიყვანა ჯასტინ ტიმბერლეიკი საქართველოში და დღეს ტარდება ამ მომენტში მიმდინარეობს უმაღლესი დონის კონცერტი, უმაღლესი დონის საერთაშორისო ვარსკვლავით და სამწუხაროდ ჩვენი გაარო ვართ ახლა. რაღაც მოწყენილი ხარ შენ გული დამოღმილივით და რა გჭირს დამოღმილი? ხო. რაზე? ჯასტინზე არა, ჯასტინზე ხარ დამოღმილი. არა. ჯასტინზე რატო არ წახვედით? ხო შეგეძლოთ დასვლა. ბიჭო, მე ჩემი ესეთი მოგზალებული მიზეზი მაქვს. მე ვერ დაგტოვე. მუსიკას დიდად ვერ ვწყალობ და ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თვითონ ხვდები რა დიდი კულტურული მნიშვნელობა აქვს როგორც ივენტს და როგორც ჩვენ აქ პატარა ჯასტინი გავაკეთეთ. ხო, მაგრამ მოვიდა რა ეს. სინიორიტა ჩარჩინე. მეგობრებო, მინდა ერთი პატარა განცხადებაც კიდე, ძალიან საინტერესო მომენტი ხდება უკრაინაში. იაზოვიაკი თუ რაღაცა გვარი რო აქვს, არ ვიცი, ეს გვარი როგორ რა ვთქვა, ნორმალურად ვერ ვისწავლი, იაზვაკი, რომელიც წინასწარ გვამსვამს ხოლმე ცუდ ამბებს ევროკავშირიდან, ინსაიდერი ვარო იძახის, ემუქრება უკრაინას უვიზოს წართმევით. უკრაინას, საქართველოს არა, უკრაინას ემუქრება უვიზოს წართმევით, რატომ? იმიტომ რომ ისეთ რაღაც გააკეთეს. კი ბატონო, აგისნით ძალიან მოკლედ თქვენ ალბათ იცით, მაგრამ შეგახსენებთ, რომ როდესაც ამერიკელებმა უკრაინას მართვა თავის ხელში აიღეს 2014-ში, ეგრეთ წოდებული მეიდნის შემდეგ, მათ ჩამოაყალიბეს ორი სტრუქტურა, ნაბუ და SBU, ანუ ორივე ანტიკორუფციული ბიურო იყო, რომელიც კანონით არ ემორჩილებოდა აღმასრულებელ ხელისუფლებას, ანუ პრეზიდენტს. 100,000-ობით მილიარდი დოლარი წაიღო უკრაინამ ამასობაში და ყველამ კარგად იცის, რომ მიპარავდა ზელენსკი ფულს და არა მარტო ზელენსკი. ეხლა ზელენსკიმ გადაწყვიტა, რომ ეს ორგანოები, რომლებიც გარკვეულწილად ალბათ ხელს უშლიდნენ რაღაცების კეთებაში, ეხლა მეტი მასშტაბები უნდა მასშტაბებზე, მოპარვის მასშტაბებზე უნდა გავიდეს, ეს ორი, ასე ვთქვათ, უწყება დაიქვემდებარა, პროკურორს დაუქვემდებარა, ანუ საკუთარ თავს. ამაზე ჯერ ტრამპი გამოვიდა და იქ მოპარულია ფულიო თქვა, მაგას იძახდა ყოველთვის და რა თქმა უნდა, უკრაინაში ბევრ ქალაქში აკაცუკების, ასე ვთქვათ, აქციები გაიმართა. სხვაჩვენს მან სწორად მიმდინარეობს იქაური აკაცუკების აქციები, იმიტომ რომ როდესაც ომში მყოფი შენი ქვეყანა და შენი ქვეყნის ხელისუფლება ამბობს, რომ მე ანტიკორუფციულ საგამოძიებო სტრუქტურას დაიქვემდებარა. ანტიკორუფციული გამოძიება რა არის, რომ ამ სახელმწიფოს ხარჯვა უნდა გამოიძიოს, რომ რამე გადასტომა ხო არ იყო ვიღაც ჩინოვნიკმა, ზედმეტი ხო არ ჩაიდო ჯიბეში და ასე შემდეგ. ეხლანდელი, რასაც ზელენსკიმ მოაწერა ხელი, ეხლანდელი უკვე გუშინ მოხდა ეს ყველაფერი. მდგომარეობით ამ ორგანოებს, რომლებიც იზიებდნენ კორუფციულ ნაბუ და SBU, კი ბატონო, ხარჯვებს აღარ აქვთ უფლება რაიმე ტიპის ბიუჯეტური ხარჯვა გამოიძიონ, თუ არ აქვთ უმაღლეს ხელისუფლებისგან ამის თანხმობა, რომ მიდი გამოიძიონ. რა გინდა, სხვა ქვეყანაში როგორ არის? ანუ ზელენსკი უბრალოდ რა თქმა უნდა ქურდია ამაძაღლია, მაგრამ სუვერენული ქვეყნის გადმოსახედიდან ამბობს სწორს, ამერიკელები თავისი მიზეზების გამო რა თქმა უნდა არ უთანხმებდნენ რაღაცებს ამ ნაბუ და SBU-ს მოქმედებს, მათ უფროსებს ამერიკელები ნიშნავდნენ და ზელენსკიმ გადაწყვიტა რა ხან ვომობ, მოდი რა ისე მოვიპარებ ამ მილიარდებს, რომ ვერც გამაკონტროლო და მოდი რა ერთი მხარეს და მეორე მხარეს ერთმანეთად ღირან რა. მოდი მაგ საკითხზე მეც გავაკეთებ ესე იგი კომენტარს ცოტა შორიდან მოუყვები საკითხს, სხვა შორის 80-იანებში შემოვიდა ეს პრაქტიკა ამერიკაში, რომ სტანდარტიზაცია ზოგადად ეს იყო მაგალითად განათლების სისტემაში სტანდარტიზაციის ის რა ქვია ტექსტები მაგალითად ჩვენთან რო იყო ხო ეს
უნარების განაცემ რაღაცები. შაბლონის ქვეშ მოქცევა. სტანდარტიზაციის პრინციპი და ესე იყო, ვთქვათ, რევოლუციები, ხავარდოვანი რევოლუციები, ფერადი რევოლუციები. ასე შემდეგ ყველა ერთმანეთს გავს, თითქოს ერთი ჩარხით არის გაკეთებული და ასე შემდეგ. აი, აკაცუკების აქცია, ხო? ზუსტად, ანუ ესეთი როგორ შეგრძნება გაკეთე, თითქოს სული არ აქვს რა, ამ ყველაფერს, ანუ ერთი და იგივე ხდება კონტინენტიდან კონტინენტ. დაახლოებით რა, რაც შეეხება საკუთრივ აი უკრაინაში ანტიკორუფციულ მიმართულებას, თუ გახსოვს კაია კალასის წერილში ეწერა პირველი გამჭრალობის შესახებ კანონი, მეორე ეწერა ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი გაუქმეთ და მესამე იყო ანტიკორუფციული საკითხები. ანუ ევროპელებს უნდათ და Deep State-ის ევროპულ რედაქციას სურს, რომ ფული იყოს მისი ან აკონტროლებდეს, როგორც სასამართლოობა, ეს ორი მნიშვნელოვანი საკითხი. ეს მოთხოვეს უკრაინას. უბრალოდ ჩვენთან მოთხოვნა ძალიან არასწორია, იმიტომ რომ ჩვენ გვექცეოდნენ ესენი, აი, ბესპრიძელი რას არის. სიტყვის მნიშვნელობა ეგრე, იმიტომ რომ ის შარლ მიშელის პუნქტებიც ეგ იყო, როგორც უნდა მე ისე მოგთხოვენ. ანტიკონსტიტუციური. როგორც უნდა ისე მოგთხოვენ, აი ხო იცი, მეკოთნეს აითანს უმეკოთანს სახელმწიფოს იქით გაუკეთებს და უკრაინას რაც შეეხება ხა ყველამ ვიცით რომ მაგალითად, ანუ ეს ცოტა ისეთია რა, ტრაგედია უგმიროთ, ან ვინ არის მართალი ვერ გაიგებ რა, ჰეგელიანურად ორი სიმართლე რო არსებობს, იმიტომ რომ ფაქტია რომ უკრაინის იარაღები იყიდებოდა კარტელებში, იყიდებოდა მეკობრეებთან, აღმოჩნდებოდა ხო, აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში და ასე შემდეგ. ეს დადასტურებული ფაქტებია რა და ეხლა ამერიკელებს რა თქმა უნდა რომ ექნებათ მაგაზე პრეტენზია ჩვენ გაძლევთ ფულს თან ნახეთ ეხლა ტრამპის მიმართება როგორია ხო ზელენსკის იმას თხოვენ რაც მოგეცით ვალიაო ანუ უკრაინელებს დააწყებინეს ომი ძალიან მარტივად რო ვთქვათ მე უთხრეს რომ ადმინისტრაციამ კი დაგაწყებინა მაგრამ ამერიკა ამაზე პასუხს არ აგებს შენ დაიწყე შენ ხო მე გეუნებო გადახტი ფანჯრიდან გადარჩები შენ გადახტი და არ გადარჩები შენ დაგოიმდი მე კი არ დაგაგოიმე მე მოთხოვა ტრამპმა და იქ ხო ნახეთ ის საოცარი JD და ეგენი როგორ აკაჩავებდნენ ხო როგორ აკაჩავებდნენ ზელენსკის და ეხლა პლუს ამას ფულსაც თხოვენ და მე ამ ფულის კონტროლს მოკლედ რა კი ბატონო კარგი მურმან დუმბაძე შეიძლება ვილაპარაკოთ თავარზე გავერთიანდეთ მთელი ქართული პოლიტიკური ელიტა, არასამთავრობო სექტორი, ნაღები ქართული, მოაზროვნე ქართული, გავერთიანდეთ ერთი ფონდის ქვეშ და ბიზნესმენის პოლიტიკა და კაპიტალ. არავითარი არჩევნები ამ კაცთან არ შეიძლება. მხოლოდ მიწოლით, მხოლოდ მოქმედებით. ასეთი იყო თქვენ არ გეგონოთ რომ დღეს და ამას ნასწავლი აქვს, შესწავლილი აქვს. ასლანაბაშიძე ამბობდა ზუსტად. აბა ომი გინდათ, მე რო არ ვიყო, ომი იქნება. ასე ამბობდა 13 წლის განმავლობაში, 13 წელი და 3 თვე გაძლო ასლანაბაშიძე ამ პროპაგანდის 13 წელი და 3 თვე. ეს არის ეს გვარიქტერი 13 წელი იქნება 1 ოქტომბერს. მაგრამ გარანტიას გაძლევ, გარანტიას გაძლევ, რომ ასლანაბაშიძის რეკორდს ბიზინა ივანიშვილი ვერ მოხსნეს. და გარანტია გარანტია ხელახლა ამისაც გარანტია გაძლევს რა არის ვიდეო გარანტია ხელი გაგიხმება თუ ვინც ნაცებს შემოხაზავთო და მე ოცნებას ვინც შემოხაზავთ იმად გაგიხმება აუ რამდენი არა ხელი აღარო დაავადება დაგემართება ხო და რამდენი ავადმყოფდა თუნდა მხარი ადამიანები ეს ამბობდა ის მარჯვენა ხელი თუ შემოხაზავთო ნაციონალურ მოძრაობასო არა ეს ავადმყოფიკაცია მარცხენა ხელი თუ შემოხაზავთო კიბო დაგემართება ხო ნუ მურმან დუმბაძე არის ადამიანი რომელიც არის ავად კიდევ ბევრს ნახავთ ავად აი იდიოტიზმით არის შეპყრობილი ავადი ხო? ავადი. სულიერად ავადები. სულიერად ავადები. ირაკლი კუპრაძე, რომელიც ძალიან უნდა არჩევნებში მონაწილეობის მიიღება. ვისაც გვჯერა და ამ სტრატეგიაში ვხედავთ გამოსავალს, რომ ქართულოცება დავასუსტოთ უფრო მეტად და სადაც შესაძლებელია თუ თქვენ დაგარწმუნებთ იმ 66%-ს, მაშინ გამარჯვებაზეც ვისაუბროთ, მიუხედავად იმისა, რამდენი პარტია მიიღებს მონაწილეობას. პარტია ხო არ არის რაღაცა მონოლითი. ეს ადამიანებისგან შედგება, მოქალაქე. ის ადამიანები უნდა დაფიქრდნენ ყდრადშობილ იდეას შორის და შანსს შორის. შანსს სადაც შეიძლება ივანიშვილი დამარცხოს. დიდი მადლობა ირაკლი და მერობის კანდიდატი გეყოლებათ? აუცილებლად გეყოლება. ვინ იქნება შევთან გიორგი გახარიას გუნდთან ამ მემორანდუმის სახით, რომ ერთმანეთთან კონკურენციაში არ შევდივართ, გეყოლება ერთი მერობის კანდიდატები, ერთი მაჟორიტარობის. საუბრობთ, ვესაუბრებით, მათ შორის არ დავმალავ და ვთქვა სოციოლოგიურ კვლევაც გვაქვს დაკვეთილი
ეს სოციალურ კვლევას არა, სერიოზული თვითონ ხო არ უნდა. მაგარი შედეგებით მომდიან. არა, მეკითხებით ვინ არის ალოკეს რო ამბობთ გულსხმობ ალეკოელის. რაც გამოვლინდება ამ პროცესისგან, ადამიანები, მოქალაქეები, პოლიტიკოსები ერთად გადავწყვეტენ. კაი, რატო უყურეთ? კაი, მართლა ბევრი, არა, ვერ გააკეთა. ანუ ალეკოზე თითქმის ალოკეზე თითქმის გადაწყვეტილი იყო, როგორც მე მახსოვს. და ეთქობა რაღაცა გონს მოეგო ვიღაც, მაგრამ რომ მოეგო რა უკეთეს ვის გააძრობენ, ხო? ნანუკას ტექსტი არის ძალიან საინტერესო. უკეთეს რას დარგავ? ნანუკას ტექსტი არის ძალიან საინტერესო, რაღაც ხო, ეგზისტენციალური კრიზისი აქვს ნამდვილი, მე მგონი. რაღაცა ეს პატარა ვიდეოს გავუკეთე. მემენტო მორის ფილოსოფია ეთქობა შეიგავინო. მართლა, ნახე რა უცნაურ ერთ ვიდეოს გავუშვებ, ლეპტოპიდან თუ შეიძლება ჩართეთ ლეპტოპი. ნანულას ვინც მომწერს დაბლოკირია. და თუ მიყავდა ნანულა არ უნდა. დაბლოკირა? ნანულა არის ანუ ნანულას ვინც მომწერს, ანუ რაც ესპანური ვიდეო ბლოკა ბოლოს ამთავრებს ბოლოს ამბობს ბარი ბოლომდე გაუშვი ეხლა ნახე უცბად ნანოს ადამიანი მეორე ვახვდები რომ რადიკალი ხოცია რომელსაც აქვს ეგეთი დაშვა გაკეთებული რომ სახელი აკნინებს ადამიანს ანუ გიშია რა ესე იგი ეს არის პარტიის ლიდერი ესე ვიტყვი რომელიც არკადის პატარკაცის საწყალ ეროსის საწოდა ხონებულს ეძახდა ერასტის და ბიძინა ივანიშვილს ეძახდა ბორიას აი ეს ხალხია მაგრამ ეხლა ნახე უცბად რა გადასვლა იქნება ეს ხო არის ნა ბლოკა და ეხლა უცბად ეგზისტენციალური რა გამახსენდა ეს საშა გრეის ის რო უჭირავს ხო იცი არა საშა გრეის ბოლო კარიერის დოსტოევსკის და სარტრის წიგნი უჭირავს რა და იმაზე ხო ლექციებსაც კითხულობ მე მახსოვს საშა გრეი ლექციებს რა პოდკასტებს მიიწვიეს ურგანთან საშა გრეი საშა გრეი მეგობრებო არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პორნოვარსკვლავი ამერიკულ პორნო ინდუსტრიაში და ცნობილია იმით რომ კარიერა ადრე დაასრულა არა სიმერებზე მხატვრულ კინოში ქონდა რამდენიმე როლი ქონდა კაცოებთან სტივენ სოდერბერგთან მათ შორის ხო და ნუ დიდი არაფერი მიყო ხელი ფილოსოფიას ეგზისტენციალურს როგორ არა დოსტოევსკის და სარტრის არჩევს ძმაო და არა გზამკვლევიც აქვს გაკეთე არ არის გადაობა ვაფშე არ არის გადაობა პირიქით კონტრასტია ნანუკას ნახე გაუშვათ მაშ ვიდეოა და გაუშვათ დოუშვი ყველაფერი გაბარებული მაგანდერძად მე ის გარეთ ვიქნები თუ შიგნით ვიქნები ყველა პატიმარი იმ რიცხვში დახმარებას მიიღებს ჩემი ერთადერთი საზრუნავი პასუხისმგებლობა რომელიც მე საკუთარ თავზე ავიღე ხლა არის ჯაგა კაია გოროჩი ამბიჩები მათი მშობლები მათი ოჯახები ისინი არიან შვიდად და არ დარდობენ რაღაც ჯაგა კაია გოროჩი მნიშვნელოვანი საზრუნავი ან მე ამ პროცესს არ უყურებ ხალხს ძელვადაში კაი გააჩერე დავატყობია ეს გოგო რა ვერა ძელვადაში არ უყურებ პროცესს გონებრივად არის სლაბი, უსლაბესი, არტილერია არის და გონია რომ მაგარ თემაშია ეხლა აი წკაპ ლოკალ ანუ ფეხებზე რატო არ კიდია ვირას დაგიძახებს თუ მაგარ თემაში ხარ თუ კარგად ხარ მორალურად ჩვენზე მაღლად გახარ ხო ნანულად დაგიძახებ მე რატო უნდა მაღელვებდეს რას მეძახის ეს არა სხვა რაღაცა ნანული არის ჩვეულებრივი ციკუნი ნანასი ხო? ჩვეულებრივი ციკუნი არ არის არც კნინობითი ფორმა, არც შეურაცხყოფითი რაღაც. რა ნანული ჯევარდნაძე და ანუ უყურე მაგალითად შალიკიე, გასაგებია შალიკიეს რატომ ეძახი რა? კი ბატონო, მაგრამ შაკო რაღაცა გურამი, ყველაფერი წური. რაღაცა მე რო გადავ ბაჩანას რატომ ეძახი, რო გავადრაკო რა მაგაზე. ანუ ადამიანი რომელიც თავის სახელის ბუნებით ფორმაზე ამბობს რომ ეს მარტო ქოცი მეძახის მე ნანულის და ეს ჩემთვის პრედელი არის ძმაო და აი ნანულის ვინც დამეძახის ზეკალას ხო არ უძახია რა ტიპის კომპლექსების ბუკეტი იშლება ხო აბა ბოღმის ბუკეტი გაუშვათ კეთი ბოღმის ბუკეტი მენა გასკდება ბოლოს მაქსიმუმში რაც იგულისხმება ამას ჩვენ ვერ ვაკეთებთ რა თქმა უნდა მაქსიმუმში ბატონ გააზრების პრობლემა დგას ვითარების თუ ჩემი აზრით ოღონდ ძალიან ამ შემთხვევაში მინდა ვთქვა რომ შეიძლება ძალიან ვცდები ჩემი აზრით მაინც ბოლომდე ყველას
არ აქვს წარმოდგენილი, აი წინასწარ ცოტა რთულია წარმოედინო, რაში შეიძლება აღმოჩნდეთ. ალბათ განსაკუთრებით სტუდენტებს და იმ თაობას, ვინც დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადა. საერთოდ ვერ ვიგებ, იმიტომ რომ ჩვენც ქონია შეხება და კაი, გავთიშოთ ერთ წუთით. მე მგონია, რომ ხეთი დევდარიანის ჯოჯოხეთი, ბაჩო, შავა არის რა. რო უყურებს, რომ საქართველოს არ მართავენ ლიბერალი ფაშისტები მაშინ მიხანია ჯოჯოხეთში. მაგას ვამბობ. მიშა არ არის მთავარი. მიშა არ არის მთავარი, ესენი არ აკეთებენ მთავარ პროპაგანდისტულ სერიალებს და არ ხოცავს ხალხი, არ იხოცება ხალხი კუჩაში. კი და აი ამის ჯოჯოხეთი არის, რომ ამას უყურებს და ვერაფერს ვერ აკეთებს. თავისუფლების მოედანზე და მიშას უკროს არა, მიშას ფანი არ არის ეს. არა, ეს არის ლიბერალი. არა, ეს მიშას ცოტა მოხანოა, მაგრამ ლიბერალია. არავის ფანი არ არის პერსონალური. გოგო იმას გოგოა თუ ხალია იმას ბაზრობდა. მე რა. უყურე? მიშაო? არ იყო კარგიო. მიშაო, რო ვატყუებდაო. ხო. ანუ თავის პოლიტიკაში რო გვატყუებდაო რაღაცეებსო, ეგ მეჩივნაო. სხვა რამეც აქ ნათქვამი. მიშა არ არის კარგი, რომ ხალხი არ დახოცაო. ეგეთ ნათქვამი. მე მეტი რა გინდა. არა, ის ამას უნდა ლიბერალებს არის. ოქროს ქანდაკება რო იდგას კალო. მაგას უნდა სხვა რაღაცის ქანდაკებები რა. ეს სხვანაირ ლიბერალი, ეს მიშისტი ლიბერალია. არის ლიბერალები, რომლებიც ძალაუნებურად პოლიტიკურად მიზანტროპია ბიჭო, მიზანტროპი ადამიანთ მოძულე მიზანტროპი ტიპია. კაცთ მოძულე და მიზანტროპი შესაბამისად მიდის მიშასთან. არა, მიშა დაბალი დონეა. მიშაზე გამოკვეთილი ლიდერი. მარკის დესადი უნდა რა, აქ უბრალოდ რა. და მაგის ეკვივალენტი მიშაა მე. არა, მარკის დესადის ეკვივალენტი მიშა არ იყო. ვინა? არ არის საქართველოს ეგეთ ხალხი არ იბადება რა. მე ახლა გეტყვი რა ბალზაკის ეკვივალენტი ვინა საქართველოს ვიღაცას დისტილერებას მოახდენ რაღაც მეტყვი ხო მაგას გეუნები ხო რა თქმა უნდა პირდაპირ მნიშვნელობით ხო არ გეუნები მაგრამ აი მოპასანის ეკვივალენტი არის идеალური ტირანი მიხეილ ჯავახიშვილი აი რო ოცნებობს კიდე მოპასანის ტირანია და მართალს რა ეგა კი ბატონო კარგი ბუღაძე მამა ხო არა აზრებს ხალხი კიდე რა კატასტროფა საზოგადოება და რასაკვირველია მე არ ვარ საზოგადოებისადმი კრიტიკული მეც საზოგადოების ნაწილი ვარ და თქვენს მაგრამ რაღაცა ისეთი განსაცმად ხომ თითქოს ველოდებით რომ აი მოდი ახლა ეს ვიზო რეჟიმიც დავკარგოთ და აი როგორ გაბრაზდებიან და მე რაღაც მოხდება ეს მოლოდი არ გაბრაზდებიან თუ არის ლოდინის რეჟიმი მაშინ არა თუ არის სეირი და დისტანციის დაყურება და თუ კი არ იქნება რეალური რაზეც ყველა გადაცემაში ვლაპარაკობთ ერთობა თუ კი არ იქნება ერთიანი სტრატეგია მობილიზებულობა მაშინ გოდის მოლოდინში წაიგო მაშინ რაც შენ 30 წლებზე მოყვები ეს არის რაღაცა ნარკოტიკი ილუზიის სახით რომელიც შენ დღეს შენთვის ეს არის გამაყუჩებელი რომ მოდი რეალობა როგორმე არ დაინახო და რაღაცა მოხდება რა კარმა გადაწყვეტს რაღაცნაირად და იმის რომ რაღაცა მოხდეს რეალურად ეს რას აკეთებს გამოდის ტელევიზიით და ყიყინებს კი ბატონო მამამისის ხო ყიყინებს ხათა შორის არ მთელი გვარი ყიყინებს რა გინდა არ შემიძლია არ შემნიშნო რომ რაღაცა შიში შეეპარათ უკვე ძალიან დიდი ხანია უკვე და როგორც იმ ძალიან ცნობილ აუდიოშია სადაც სოფო ნიჟარაძე მიშას ელაპარაკება და საუბრობენ ნოდარ მელაძეზე სოფო შენიშნავს რომ უკვე სუნი აზდისო კი ეს რომ მე ნოდარი უნდა იყოს ფილდ კომანდერი აუ ბიჭო ელენე ხოშტარია რომელიც ძალიან პრინციპულ განცხადებას აკეთებს ბელარუსში რა ნაკლები ისინი არიან ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს ბელარუსშიც მაგრამ მათ ვერ შეძლეს ეს შვიდკაცა რაგბიში რო გავა აი როგორ უნდა გადავტეხოთ ჩვენ აი ეს პირველ რიგში უნდა გავიაზროთ ჯონი რაღაც დატაკები არ გაინტერესებს პირველ ხაზში არ მაინტერესებს რა თქმა უნდა პირველ ხაზში მე არასდროს არ მაინტერესებს ლიაკა ხოშტარი რას ლაპარაკობს თუ არ ასაჯაროებს თავის რუსულ ჩარიცხვებს კარგი ხატია დეკანოიძე გაინტერესებს ხატია კონგენიალური ნაცია და შეიძლება ვერ შეადარებ კონგენიალური ნაცია შეიძლება რომ მოусმენ გაუშვით საქართველოს რეჟიმის პირობებში ვიზა ლიბერალიზაცია შეჭერდა უბრალოდ გია ხუხაშვილის კამერა შეპარვია ამასაც რომელსაც მე ვფიქრობ ისტორიული კატასტროფის წინაშე უპასუხოდ გავაგრძელოთ უპასუხოდ ვიზა ლიბერალიზაცია განაპირობებს ჩვენ ისტორიულ გააჩერეთ ამათი აზრით ვიზა ლიბერალიზაცია განაპირობებს ჩვენთვის კატასტროფულ ანუ ეგზისტენციურ გამარჯვებას ან კატასტროფულ მარცხს ხო მაგარია ვიზა ლიბერალიზაცია და ერთი წუთით თუ საუბარია იმაზე რომ უკრაინას შეიძლება შეუძლოდონ ვიზების გაცემა და კიდევ საუბარია იმაზე რომ ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი იქ დასასრულებელია კიდევ მაგრამ არის ესეთი ინფორმაცია 4-5 წლით გადაიდო ანუ ხატია დეკანოიძის კომენტარი შემხვდა ბოდი შემხვდა დღეს რომ
მე რუსებთან ვიბრძოდიო ჩემი ცხოვრების ყველა მონაკვეთშიო და ჩემი ცხოვრების ყველა მონაკვეთშიო რუსების წინააღმდეგ სანმე შეგიძლიათ შემახსენოთ მისი რუსთან ბრძოლა უკრაინაში მიშას რეჟიმში რო იყო ჩინოვნიკი მაშინ ებრძოდა და უკრაინაში მაშინ როდესაც რუსულ ფულს სუნი არასდიოდა ეგ რო იყო სახელმწიფო პოლიტიკა მაშინ ებრძოდა რუსებს ჰესები რომ მართლა ებრძოდა და ბორჯომი და ვიცი უკრაინაში კიდე იქ რომ ვითომ ვიტრინად რო ყავდათ ამოჩრილი ქართული ძალადობრივი პოლიცია მიშას პერიოდს რომ უნდა რომ გადაეტანათ უკრაინაში კი ბატონო უკრაინა ხო მაგარი ქვეყანაა ეხლა მითუმე ადეიშვილი და დეკანოიძე და მიშა რო გაგიმართავს რაღაცა სახელმწიფო სტრუქტურებს აი საღოლ მართლა საღოლ არ მაზახლებიან ისეთი უინტერესო ვინმე რომ მე მგონი ძალიან ზეროს ინტერესოს ძალიან ისეთი სლაბიტი არ არსებული ძალიან ზერო კი ბატონო აი თამარ ჩერგოლეიშვილი მე მინახავს პერსონალურ ლოიალობაზე აგებული სისტემები როგორი ინგრევა. ჩვენ გამოვედით ეგეთი პარტიიდან, ნაციონალური მოძრაობიდან, რომელსაც გააგრძელა ეს ყველაფერი, ხო? იგივე მინახავს კეზერაშვილის აგებულ სისტემას, რომელიც პერსონალურ მოსახლეობებზე იყო აგებული და ვინც მას უნდა და ის უნდა დარჩენილიყო პოლიტიკაში და ვინც არა და ფულის სანაცვლოდ უნდა გაწეულიყო, ისიც როგორ ჩამოინგრა, ხო? და იგივე მართება ბიძინა ივანიშვილის სისტემასაც, უბრალოდ გაძლო სხვაზე მეტი. არ ვიცი. სრულის იგივე. და რა აქ ნანახი ამას და რო ნანახი აქ მე რა გააკეთა პანელზე იჯდა ჰილარი კლინტონთან ერთად მარო მაყაშვილის პრინტიანი მაიკით ეს იყო საქართველოს უდიდესი გამარჯვება მეტი რა გინდა ხო მე პანელზე ვიყავი ანუ მეტი რა გინდა ანუ მესმის ხო ჰუსეინის კვლელობა ვინც ჩაიბარა იმ ქალთან ერთად პანელზე იჯდა და ეცვა მარო სადამხმარებლობა ჩაიბარა რას ნიშნავს შენ ვიდეო არ გაქვს ნანახი არ ჩამოახჩეს ვიდეო მაგ ნანახი ჰუსეინი კიდე ბინ ლადენი ბინ ლადენი სადამ ჰუსეინზე გამეკვირდა ხო ბინ ლადენის სპეცოფილებს იმაში კი ობამას როზის და ასე შემდეგ ჰილარის კომენტარი გაქვს ნახე რა თქვა შემზარავე ადამიანის კლუბაზე ეგეთ კომენტარს აკეთებდე გინდა მოუძებნო და გავუშვა რა არა ისე მითხარი რა ანუ ეგეთი სიხარული ბედნიერება სიცილი ადამიანის კლუბაზე კომენტირებისას ну აი სურო შენი რაღაცა შთამოვეს უსრამ ის იყოს მტერი მოკვდეს გააკეთებ კომენტარს რა ვაჟას ის არ აქვს წაკითხული ამის დედა თუ მასა და არა ძალიან მაგარია გილარი ვაჟას არ კითხული არა გეტელაურ წაიკითხე არა უფრო მაგარი კი არა რატო დაგავიწყდა ანუ ის აპრიორი არ უნდა დაუშვა რომ არა წაკითხული რატო დაგავიწყდა ისე მართლა რაღაცები რომ მართლა მაგრამ მაგათ ის არა აქვს არ ექნება წაკითხული ფოლკლორი და რატო უნდა წაეკითხათ ეს საჩერს ის ფერატკანიანი შავკანიანი ქალბატონი რო იყო მაგის ადგილზე ის ბალეტზე დადიოდა იცი და განათლებული გოგო მის ადგილზე ჰილარის ადგილზე იყო შავკანიანი ქალბატონი ობამას კი არა კონდოლიზა ეტა როგორ ჯირინოვსკი მიმართავდა ძალიან საინტერესო სიტუაცია შეთანხმებით ხო და ის იყო განათლებული შედარებით კლინტონზე გახსოვს მაგრამ რუსული იცოდა გახსოვს ბუშსა შირენკო არზე მახს ჯორჯ ტიკაუბოი კლინტონზეს მაგარსაუს ხო და იქ იყო დადიოდა ბალეტზე იცოდა რუსული კლასიკური ლიტერატურა და რუსული იცოდა რა კი ბატონო გოტკოველი გიორგი შენო გავისტება ის ტიპი ეხაც არ მახსოვს ნუ იქნება ეს თუ გახარია იქნება და შემოგევლე ადამიანი გამოჩნდება მისთვის მის დაწესებელი კანდიდატად ის ადამიანი უკვე შერჩეული ხალხი აი აზრი არ აქვს მეგობრო ეს მე მაინტერესებს მარტო ესეთი რაღაც რომ აი ხარ დაუშვათ ხელისუფლების წინააღმდეგ და თავ აი ტევე პირველს აი ეს მოგმართავს აი ეს ტიპი მოგმართავს აღშფოთებული ტონით რომ შენ უნდა გამოხვიდე და იბრძოლო მის ხელისუფლებაში მოსაყვანა ნინო ბურჯანეს რო გავს ის სახიობი როსტოლი ეგეთი რასკესი არ ვიცი მართლა გითხრა მაგრამ იძე ნინო ბურჯანეს დასტი ხოხმანი არა კაცო სახიობი გავს ნინო ბურჯანეს არა როსტოლი რო გამოთა როსტოლი ესე რო ლაპარაკობს ნინო ბურჯანეს ვიძე გავს როგორ აგიქცა კაცრი ხმით ხო გახსოვს ვიზეც არის ლაპარაკი თუ არ ისე რა გახსოვს თრეშმეისტერო არის ხმა არა ნანა ბუთქუზე არ არის კაცია ხუჭუჭა თმიანი სათვალიანი რუსული არა რუსულ კანონს და ვიძე გავს ნინო ბურჯანაძეს ვერ ხვდებით ხახო
სახელმწიფოებს იმაზეა. ბოდიში. ბოდიში, იცი რა მაინტერესებს გიორგი ბოტკოველიდან მაგაზე როგორ გადახვედით, ფიქრებში გავერთე უცხო. იმიტომ რომ თქვით რომ აზრი არ აქვს არაფრის გაშვებას. მე რაღაცნაირად იმას ვქენი, ამას ვქენი და გადავედით იმაზე. მაგ არ არის შორი გზა. ანუ უცნაური ტიპების თამარ ჩერგორლეიშვილი ბიჭო გავუშვათ? რაღაცა ვეღარ არის პოწოდების სიმაღლეზე 1.9. გიგა არის. მე სხვა შორის უყურე ფორმულაზე არის ეგეთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. გულბოზი და არა, კამათობენ რა. ანუ იქაურ დებატებს ამერიკული სტანდარტი ჩვენ ხო გვაკლია რა ჩვენ საზოგადოებას კამათი და ხო ორი დისპუტი რა საჯარო ზან. მოდერატორი ვინა? გოგო. ის გოგო მაგარი გოგოა, არაფერი არის, 22 წლის რო არის. ხო, მაგრამ არ მახსოვს რო იძახეს. შედევრია ბიჭო, ვაფშე პრინციპი რა არის, რომ ოღონდ იწვევენ ოპოზიციონერებს და როგორ ემებზე ლაპარაკობთ, აი პოლისებზე, რომ აი რატო ტარგეტირებული სისტემა და აი კვლევებით და აი ეს რა ჩერგო ბოკერია სტანდარტი, რომ დამისახელე წყარო, ანუ იქ და მაგას უყურე რა, შემთხვევით მოკლედ ნარკოტიკებზე კონდათ გადაცემა. აი მანდიყო ბოკერია მსული. იაგო და ბოკერი. იაგო ჯალათი ხარო, კვლელი ხარო. შენ როგორ ლაპარაკობდა? ის ყურებად ჩაუждდა. ბოკერია ვაფშე არეული ყოფილა. მე მაგსაკითხზე ვაფშე წარმოადგენის მოყვანა და ეს ძალიან ბოკერია მართლა მე ამერიკულ მალბოროს ვეწევე 30 წელი. ბიჭო, გინდა გითხარ რა იყო? მე უყურე თავიდან ბოლომდე. ახალ ჟენოსილს. არა, რატო იყო, იცი? ეს ამან დაუწყო სწორად გატრაგება. თქვენო ხალხი დაახოცეთო. და ნულოვან ტოლერანტობას ვამართლებდი და არა აი მაგალითად ის იმაზე ხომ დაგვეჭირა ხალხიო იმაზე კოკაინზე და მიშელ რატო არ დაიჭერეთ თქო ხო ნუ ამას ხო არ კითხავდა ეს და ანუ წარსულსო თავი დავანებოთო ძიმე ან შენი არ მიშელ შენი თავი და შენი სოლი რატო არ დაიჭერეთ თქო მაშინ დავიშვი შეცდომები ძიმე შეცდომები გადაცდომები ანუ საუბარი არის მოუკალით გადავაც საუბარი არის რაზე იცი ბიჭო ნულოვანი ტოლერანტობის პრინციპით რამდენი პატიმარის ყავდა მაგ კიდე სტატისტიკა ძალიან მაგარი რა არის იცი რომ შრომის უნარიანი მამაკაცების 10% იყო დაჭერილი. ეგ არის რა კიდე მაგარი. შრომის უნარიანი მამაკაცების და აქედან იყო ანუ ნახევარზე დაჭერილი. ნახევარი იყო 213 მუხლი. პლანზე რომელსაც პლანზე იყო 213 მუხლი და ქონდა. პლანზე იყო მოწევაზე. მიხდო რამე მოწევაზე ერთი კვირის წინ რომ მოწია. კიდე იყო შემდეგი იყო ორჯერ იმაჟე ციხე იყო. ხო. მესამე ჯარი. შეკრებითობა იყო ყველაზე. შეკრებითობა, ანუ მოწეული თუ იყავი. კიდევ გიჭერდნენ кайფი თუ იყავი. მოწეული ერთი კვირის შეიძლება ვაშე არ ვიცი. მე არ მავიწყდება იმ დროს. უჩის მჟავიანობა მისვანაირი ამოგიგდოს და როგორც ასულიყავ. აი ეს ცნობილი გვედერი დათო კიკალიშვილი. იჯდა მაშინ წამყვანა და ეგ აცხადებდა რომ ფიზკულტურის დარბაზიდან სკოლაში ბურთის ქურდობას რომ ბავშვი დაიჭირეს 14 წელს რო უზია უდუმაშვილი აცხადებდა არა უდუმაშვილი იყო მართლა არა მართლა უდუმაშვილია მაგრამ არა უდუმაშვილი ორივე ერთი გვედერია ტიპები აცხადებდნენ რომ ანუ დაასახურეთია და ეს აჯას ეს აღშელის უმაღლესი ფორმა ხო და ამის პატრონი აი ამ პოლიტიკის შემქმნელი ლაპარაკობდა რაღაც პოლიციებზე. კი, აი ეგ არის ძალიან სასაცილო. მეგის კარდავას პაძელნიკი. ხომ რა მან შეკრებითობის თავი რა იყო რა. მეგის კარდავა რომელიც იმ ტიპს ეუბნება რომ გაგალპატეო მოგწონს შეჭამე. ანუ ამას ეუბნება და აქეთ ფედერალისტები და რაღაცა იცი, მაინც ამ წერილში შენ აი ამას არის შენ პოზიტიური დისკრიმინაცია. ღმა შენ არ ეთოხმ საქართველოს მაგალითები რომ მოკავდა მაგალითად პორტუგალის იქ დაფიქდა ხალხი რომ ეს არის სწორი პოლიტიკა თავოს ვეგისი შეჭამე ხარ ეგ არის იცი იმაზე რომ ლაპარაკობენ აი რაღაცა განსხვავება ლოკსა და ჰოპს შორის და რეზერვატის რო აცო იცი რა არის ლევიათანი მემარცხენე ბოდვა და რაღაცა და ამ დროს იმას რა ქვია მეგის კარდავა ჭამს კლავს და უხევს და როკავენში ხო
კითხვა რა რაღაცებს უნება იქით ამის პაძელნიკები ბიჭო მეგის კარდავას გაპროვებდა და ამის პაძელნიკები ჭამენ კლავენ და იქითა სასტავი უყურებს აბულამ რომ მეგის კარდავას Pulp Fiction-ია რა აბულამ რომ მეგის კარდავას გაპროვება დაიწყო ნახეთ არა მეგის კარდავას 2007 წელს ვიღაცამ ხელი გაარტყავდა ის არ დაიჭირესო და მზია ამაღლობას იჭერენო ეს მეგის კარდავა ესე დიცოვანი ჰუმანიტარი იყო ზმაო იმაში იყო ეგ იყო მართლა ჩავიდა გაერთიანებული ოპოზიციის მიტინგი მეგის კარდავა ვისი მეუღლე იყო დიდი ჰუმანიზმის სპატაშორის მეგის კარდავა თქვენ ძალიან მეგის კარდავას ძალიან მაგარი აკელაზე ვაფშე ხუმრობა რამდენად ქმარის ცემეს და არც იცოდა ვინ იყო და დაარტყა სილა მართლა მე მაქვს ეგ ვიდეო ნანახი ეს კალი ახო და მეგის კარდავა მე მაქვს ეგ ვიდეო ნანახი მარა ჩვენ ამ თემაზე არ ვიცი რამდენად ხუმრობა შეიძლება ეს არის ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია და ცოცხალი მეხსიერების ნაწილი და ეს არის საშინო მართვა ტრაგედია ბიჭო მე ვიხარდავა მაწყო ასევე ყველაზე ხარჯდეფექტური სისტემა წამების 35 ლარად აუპატიურებდნენ ანუ 35 ლარად ჯიგრულად იქ რაღაცა სიგარეტი ჟუაჩკად ანუ ხდები პროსტა ეს მანიაკი და აქეთა მანიაკები ხო იცი რა არის შენ ანუ ხურე მაგალითად ჩვენ არ შეგვიძლია შენ მემარცხენე ამ გადაცემაში გავუშვათ იმიტომ რომ საეთერო ნორმები ირღვევა მაგრამ ყველას გვაქვს ნანახი ვიდეო სადაც ტიპებს ამ სისტემას ქონდა შემუშავებული გაუპატიურებდა რომ წამების იარაღად ერთი მაგრამ ამისთვის იყო სპეციალური ადამიანები ლოჯისტიკა მოწყობილი კი კასრი ის მაგიდა ხო გახსოვთ მაგიდა ხო გახსოვთ სადაც აუპატიურებენ ზუსტად ეს იყო კაცის ფორმაზე ხელების დასადები რო არის და აქ რო ბოჭავს და მე რო ბიჭავს და მე კასტილიანი რო შემოდის რა Pulp Fiction-ში როგორც არის არა Pulp Fiction-ში სტილიზებულად არის და ეგ შემზარავიდანს და არ მოდის მართლა ამათ დიდი მადლობა მეგობრებო ჩვენ ხვალ გვექნება ამ სეზონზე ბოლო გადაცემა და გელით რომ გვიყურებთ კარგად ბრძანდება მადლობა ყურადღებისთვის ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. თამბაქოს მოხმარება იწვევს ხორხის კიბოს. მოწევა მავნებელი